მოგესალმებით მეგობრებო, ვიცით რომ ასტროლოგიაში არის სახლების სისტემა, ყველაზე მნიშვნელოვანი პირად რუკაში როდესაც პლანეტებს, ასპექტებს განვიხილავთ, მნიშვნელოვანი არის რომელ სფეროში, რომელ სახლში ხდება ეს პლანეტები. სახლები იმდენად ძლიერ ენერგიას და ვიბრაციას აძლევს პლანეტას, რომ მთლიანად შეუძლია გარდაქმნას პლანეტარული ენერგია, ხო? საერთოდ სახლების სისტემა დაბადების ზუსტი დროით დგინდება, თუმცა პლუს-მინუს შეგვიძლია ხოლმე 1 საათიც, 2 საათიც ავიღოთ ხოლმე, იმიტომ რომ ზოგჯერ არის იმდენად დიდი სახლი, რომ გადაწიო გადმოწიო საათები, მაინც იმ სახლის შუაში შეიძლება ხვდებოდეს. მოძრავი არის სახლების სისტემა და დაბადების დროის მიხედვით განისაზღვრება ვის, მაგალითად ინდივიდუალურად რომელი სახლი, რომელ ნიშანში ხდება, შეიძლება ერთ სახლში 3 ნიშანი ხდებოდეს და ამ შემდეგ ხაშვის პერიოდულად ვაკეთებ ხოლმე სახლებზე ტრენინგს. ვისაც უფრო სიღრმისეულად გაინტერესებთ მაგალითად სახლების სისტემა, მაგრამ დღეს მინდა გესაუბროთ უფრო მერვე სახლზე, როგორ მუშაობს მერვე სახლის წინაზე გავაკეთებ 12 სახლზე ვიდეო. ერთ-ერთი საიდუმლო, ესეთი წყლის ნიშნების სახლის ციკლი მინდა შემოგთავაზოთ, ყველაზე იდუმალი, ყველაზე რთულად გასაცნობიერებელი, ზოგჯერ ეშინიათ კიდეც ამ სახლების, ხო, რაღაც ისე მძიმე წერია ხოლმე ლიტერატურაში და მე შინდებიან სინამდვილეში რა ხდება. 12 სახლზე საკმაოდ ვრცელი ვიდეო გავაკეთებ, არა 12 სახლშიც მგონი ესეც მაქვს გაკეთებული, თუმცა მერვე სახლი ბევრად უფრო განსხვავებული სახლი არის, ბევრად უფრო ღრმა არის, ზოგჯერ შეიძლება კრიტიკულიც იყოს, პრობლემულიც იყოს და ზოგჯერ პირიქით ძალიან პოზიტიურიც შეიძლება გამოვლინდეს. ძალიან მნიშვნელოვანი არის მთლიანობაში პირადი რუკის ნახვა, მერე ადამიანთან გასაუბრება, მისი ცხოვრების სტილის ნახვა მაგალითად, იმიტომ რომ ყველასთან რუკა ერთნაირად არ მუშაობს, ხო? შეიძლება ენერგეტიკული ველი მსგავსი იყოს, მაგრამ ვინ როგორ იყენებს ამ პლანეტარულ ენერგიებს, უკვე მის კარმაზე, ესე რა ვთქვათ, მესაჯახურ ველზე არის დამოკიდებული. ამიტომ აი ესე შაბლონურად პროფესიონალურ ასტროლოგიაში გამოცდილებაში თვად ესე აღარ უყურებთ ხოლმე, როგორც შაბლონური ასტროლოგია შეიძლება ამბობდეს, ხო? ეს არის ასტროფსიქოლოგიის და ჩვეულებრივი ასტროლოგიის განსხვავება, რომ იქ თუ არის როგორც მოცემულობა, რომ ეს ესეა, ასტროფსიქოლოგიაში ჩვენ უკვე ვუყურებთ მაგალითად, აქ უკვე ადამიანის ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, ადამიანის ოჯახურ ფაქტორებს და ამის მიხედვით ვფიქრობთ, როგორ შეიძლება ამ ენერგიამ ემუშაოს მის ცხოვრებაში, ხო? იმიტომ რომ ინტერპრეტაცია მერვე სახლის ძალიან დიდი არის, ვისთან როგორ გათამაშდება, ეს უკვე შეგვიძლია დავინახოთ მისი ცხოვრების სტილით, მისი ოჯახური ველით, მისი ზოგადად ფსიქოტიპითაც და რამდენად რა ასპექტებს ზის ეს ადამიანი ამ შეხედვით შეგვიძლია კარგად მივხვდეთ, ხო? პირველ რიგში მერვე სახლის პოზიტივიც ნეგატივიც გადაგელაპარაკებით. პირველ რიგში კლასიკურ ასტროლოგიაში მერვე სახლი ეს არის მეუღლის ღირებულებათა სისტემა, პარტნიორების ფული ამავე დროს, ანუ მეუღლის მეორე სახლი, ჩვენ მეორე სახლის ვარი, რომ მე ჩემთავს როგორ ვაფასებ, რამდენად ღირებული ვარ, მე ჩემ თავთან ფინანსურად როგორ დამოკიდებულებაში ვარ, რამდენად ყვები ამ ცხოვრებით, ვენ რა სახლი არის, ხო, ჩვენთვის მეორე სახლი. შესაბამისად, ჩვენი მერვე სახლი ეს არის პარტნიორის პირადი ღირებულებათა სისტემა, მისი ფინანსები, მისი რესურსები. ამავე დროს მერვე სახლი არ არის მარტო მეუღლე და პარტნიორები, მეშვიდე სახლი ჩვენთან არის ყველა ის ხალხი, ვინც ცხოვრებაში შემოდის და აი მათი ღირებულებათა სისტემა, მათი ენერგია არის უკვე ჩვენი მერვე სახლი. მაგალითად, ძლიერი მერვე სახლის მქონეებს აქვთ შინაგანი მისწრაფება, რომ გავლენა მოახდინოს სხვებზე, სხვების ენერგეტიკულ ველში შევიდნენ. ფსიქოლოგიურ დონეზე ეს არის სხვების ენერგიების მართვა, ხო? და მარტივ მატერიალურ დონეზე თუ ადამიანი ამ ვიბრაციაში არის, ეს არის სხვის ფულზე ჯდომა, მაგალითად, ხო? აი, თუ გინახავთ, ნათესავები ყველასწრაფულს თხოვე, გარკვეულწილად, ესენი მერვე სახლური ენერგია ან პლუტონური შეიძლება ენერგია აქვს ჩართული საკმაოდ მორიელი პლუტონი მერვე სახლი ეს ერთი ღერძი არის ჩვენთან, ხო? ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ გამოცდილებებში ეს არის, ყველას ფულს ვართმევ, ყველას ვიყენებ, ანუ მანიპულატორული ენერგია, ხო? ესე რა ვთქვათ და ჩვეულებრივ უფრო მაღალ ფუნქციურ დონეზე ადამიანი როდესაც მომხმარებლური ფსიქოტიპიდან გადის, შეიძლება მორალური ღირებულებათა სისტემა გავაქცევო საზოგადოებაში მაგალითად. შეიძლება რაღაც სერიოზული პროექტები დავიწყო, სერიოზულად შევთავაზო ბევრ მასებს ჩემი ისეთი პროდუქტი, რომელიც ყველასთვის საინტერესო იქნება, ხო? აი, მაგალითად, თუ მე მაქვს
სავაჭრო ობიექტი და თუ ისეთ რაღაცებს ყიდი, რომელიც ყველასთვის გარშემო მიწი არის სასარგებლოა, ესე იგი ჩემთან მოვა უფრო მეტი ფული სხვებისთვის. ხო, ანუ სხვებისთვის სასარგებლო რო გავხდე, აი ეს არის მერვე სახლი, მერვესახლური ფინანსური თემა მაგალითად და ხშირად მერვესახლელები იუპიტერი უზის, ვენერა უზის, აი ან აქტიური მერვესახლე აქვს არიან ხოლმე არა ხელფასის ფულზე, არამედ რაღაც პროექტს ვაკეთებ, უცებ შემომივა ფული, მერე შეიძლება ნულზე ვიყო, ხო? ანუ აი ესეთი უკიდურესობები ახასიათებს პლუტონურ ენერგიას მერვე მეორე სახლის ღერძი რო ჩავთოთ, ხო? ჩემი ფული მოდის მერვესახლურად, ესე რა გითხრათ, ბევრი, უცებ ბევრ მასებზე გავედი და მერე შეიძლება გაქრეს. ან ძირითადად აი ამ შემოსავალზე ვარ გასული მაგალითად, ხო? ბიზნეს ვეძახით მერვესახლურ ენერგიას, როდესაც ბიზნესის ფული ხანდახან წააგებ, ხანდახან მოიგებ, ხანდახან უცებ ბევრი მოვა, მეორე პროექტზე ნაკლებს გადაგიხდიან, აი ცვალებადობა ფინანსური მერვესახლს ახასიათებს ხოლმე როგორც წესი. მიდია, გაიგეთ, გამოიწყდავის გაკეთება. ხო და იმას ვამბობდი, რომ მერვესახლურ ენერგიაზე მე გადავამოწევი, წესით უნდა ისმოდეს ხმა შედარებით, შეიძლება სუსტად იყო, მაგრამ არა უშავს დამოვიწყდა გაკეთება. ესე იგი, შემდეგში ყველაზე უფრო მაღალ ვიბრაციულ თემაში მერვესახლე უკავშირდება დანაკარგებს, კრიზისებს, ტრანსფორმაციას და ღრმა მძაფრ ემოციებს. მაგალითად, როდესაც არის რაღაც კავშირი, ვენერა მერვესახლში ჭდება, ან მეხუთე სახლი და მერვესახლი კავშირში არის მაგალითად, ხო? აი რაღაც ესეთ მზე არის მერვესახლში. ადამიანს შეიძლება კონდეს განცდა, რომ სიყვარული ძალიან მძიმედ დაიკარგა. აი თუ ჩვეულებრივად ვიღაცისთვის შეყვარებულთან დაშორება პრობლემა არის, მაგრამ მალევე გადავიდა სხვა ისტორიაზე. აი როცა ვენერა არის მერვესახლში, მეხუთე მერვესახლელების კავშირი არის სიტყვაზე, ან დატვირთული მერვესახლი აქვს, ან მეშვიდე სახლი მერვესახლთან არის კავშირში, ხო? ანუ ნებისმიერი სხვა სფერო თუ მერვესახლში ხდება, იკარგება ენერგია დრამატულად. ანუ ეს უბრალოდ კი არ დავკარგე, მე აქ ძალიან განვიცადე, მე ფეხზე ვეღარ დავდექი მას შემდეგ. თემა ეს არის როგორც წესი მერვესახლური ისტორია. ეს არის ძაფრი ემოციები, ესე იგი ჩვენ მერვესახლი სადაც გვაქვს ჩართული, იქ შემოდის დანაკარგის, თითქოს სიკვდილის მსგავსი განცდა, რომ მე ეს ადამიანი უბრალოდ კი არ წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, მე დავკარგე, ის მოკვდა ჩემთვის. ანუ ესე დრამატულად აღიქვამენ ხოლმე, ხო? და ძალიან ძლიერად თუ არის მთვარე მერვესახლი, მზე მერვესახლი, ესეთი ენერგიები დატვირთული, ეს ადამიანი ყველაფერს ესე განიცდის. რაღაცები მოკვდა, რაღაცა დასრულდა და ეს მისთვის ტკინვეული არის სადღაც, ხო? ანუ მერვესახლურ ენერგიას ახასიათებს ტკინვეული ემოციური დამოკიდებულება, ოღონდ ეს განა აჭარბებს, უბრალოდ მისთვის მართლა დრამატული იყო, იმიტომ რომ მერვესახლელი ადამიანი ყველაფერს ეხსნება ძალიან სატურნის გარდა, ოღონდ აქ სატურნი უნდა მე ცალკე გავიკოთ. ძალიან ღრმად შედის ნებისმიერ ისტორიებში, იქნება ეს ვთქვათ კომუნიკაციაში მესამე მერვესახლის ღერძი რო ავიღოთ, ან მერკური მესამე მერვესახლში შედის ყველაფერში ღრმად კომუნიკაციაში, მაგრამ ურთიერთობებში ვენერა ეს იხსნება ღრმად ემოციურად და იქიდან თუ მიდის გაუფასურება, ეს მისთვის არის უდიდესი დანაკარგი, ბიზნეს დანაკარგი რო წარმოვიდგინოთ, რომ მე ჩავდე ყველაფერი ფული და არ გამოვიდეს ბიზნესიდან და გავკოტრდი, დავკარგე ყველაფერი. აი ემოციურ განცდადობაში იგივე ემართებათ ვენერა მერვესახლი, მზე მერვესახლი მაგალითად ეგო დაიკარგა სადღაც, ხო? ან პირველი მერვესახლის კავშირი მე დავიკარგე, მე მოვხდი ფაქტიურად ამ სიტუაციაში, მე გარდავიქმენი საერთოდ სხვა ენერგიად, ხო? აი ესეთი თემა, ეს სუფთა მერვესახლური ისტორია არის. ამიტომ მე როდესაც უყურებ მერვესახლის ენერგიას, თავიდან შეიძლება ადამიანი ძალიან ფრთხილი იყოს, არ შემოდიოდეს კონტაქტში, манипуляცია შეიძლება ეხერხებოდეს, მაგალითად, ფრთხილი იყოს, მე ლილითსაც ეხება მერვესახლში ეს, ლილითი მერვესახლი ეს ეჭვებით შეიძლება იყოს, ან манипуляტორებს იზიდავენ, ან რაღაც მძაფრ სიტუაციებს, ან თვითონ არიან ესეთები, არ ეხსნებიან არავისთან არ გადიან ღრმა ემოციურ კონტაქტზე, იმიტომ რომ მათთვის ეს შეიძლება კარმულ დონეზეც კი სახიფათოდ აღიქმებოდეს, ხო? იმიტომ რომ აი ეს
კონფლუენციას რო ეძახიან შერწყმის ენერგიას მერვე სახლური არის. ანუ მე მინდა მთლიანად შერწყმა რაღაც სიტუაციასთან, ან ემოციასთან, ან გარემოსთან და მე აქედან უნდა მოვიგო თან. ანუ მეორე მერვე სახლების ღერძი ეს არის მოგება წაგების ენერგია. და რაც უფრო განვითარებულია ადამიანი, უფრო აღიქვამს ამ ემოციებს. პირველ დონეზე ეს არის რაფინანსები, ხო, უბრალოდ რა იმას გამოვართმევ ამას ამისგან ავიღებ მაგალითად ეს ჩასესხება, გადასესხება, ვალები, ბანკები, ლომბარდები, ეს მერვე სახლური ისტორიებია, ხო? მერვე სახლის ენერგიები არის აქ, ხო? მაგრამ უფრო მაღალ დონეზე ეს არის რომ მე სადღაც შეიძლება სატურნი თუნდაც მერვე სახლი მეშინოდეს ხისი ვალის აღების. რატომ? აი ვალების რო ეშინიათ ძალიან. ხო, პირველ რიგში ეს არის ის რომ მე არ მინდა სხვაზე ვიყო დამოკიდებული და აი აქ შემოდის ურთიერთობაშიც პრობლემა, იმიტომ რომ მე თუ ამ ნარატივით ვარ, რომ მე ჩემს საზღვრებში უნდა ვიყო, მე არ მინდა სხვასთან კონფლუენციაში შევიდე, იმიტომ რომ თუ შევედი ბოლომდე დავეკარგები და არ ვენდობ იმას ღირს არა ეს ადამიანი ამ ყველაფრისთვის, ხო? და რომ შევდივარ ხმა ურთიერთობაში ამ ადამიანთან. შემდგომ იქიდან ღალატი შეიძლება წამოვიდეს, შეიძლება აი რაღაცნაირად ის წამოვიდეს, რომ მე უკვე რომ სხვაზე ვარ ემოციურად დამოკიდებული, ეს უკვე ჩემთვის კრიზისი არის, ეს უკვე ჩემთვის პრობლემა არის, ხო? და აქ შემოდის ზუსტად განა ის, რომ მე თავს ვიცავ, იმიტომ რომ სადღაც მე უფრო მაგარი ვარ. არამედ იმიტომ რომ მე ძალიან მეტკინება, თუ ჩემი გახსნილი გული ვერ დაინახეს სადღაც, ხო? ჩემი გახსნილი ენერგეტიკული ველი ვერ დაინახეს. აი აქ სიამდვილეში რა არის, როგორც ბიზნესის სამყარო, აი ეს უნდა წარმოვიდგინოთ, როცა რაღაცაში ფულს ვდებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს უკვე დაკარგული არის. თუ ჩვენ გვეშინია ამის დაკარგვის, თუ ჩვენ შფოთვა გვაქვს, უკვე აღარა ვართ ბიზნესმენი, ხო? რისკი აღარ გვინდა. რისკი ეს არის მერვე სახლის ენერგია, ხო? აი შინაგანად რო უნდა გავწიო რაღაცაში რისკი და რისკი არის რომ მე ჩავდებ და არ ვიცი იქნა გამართლებს თუ არა, მაგრამ თუ არ გავრისკე, არასდროს არ გავიგებ, ღირდა ამათ თუ არა. მაგრამ მე თუ ჩავდებ ენერგიას რაღაც ურთიერთობაში და ვიცი რომ არ არის აუცილებელი ყველაფერი ამოიღო. შეიძლება ცოტა მოგცეს ამ ენერგიამ, მაგრამ გრძელვადიანად, სტაბილურად ცოტას გაძლევდეს და ნელა სადღაც ამოიღებ ამ თემას. ან სუფთა აი ესეთი ბიზნეს დამოკიდებულებას იძლევა მერვე სახლის ღერძი. როდესაც მერვე სახლში პლანეტები აუცილებლად აქტიურებს მერვე სახლის თემათასაც, ხო, ღირებულების თემას. ეს არის აქ თავარი ფოკუსი. აი კიდევ უფრო ეზოთერული გაგებით მერვე სახლი ეს არის მაგალითად სხვების, აი ისევ ფინანსებზე რო წავიდეთ მაგალითად, ეს არის საგადასახადოსთან პრობლემები მაგალითად, აი რაღაც სატურნი ან ტრანზიტში თუ მერვე სახლში გაგვდის ან ნათელოში ყავს, ხო? აი პატარა რაღაც და აუცილებლად პასუხს რო ვაგებთ მაგალითად, აი ჯარიმების რო იღებენ ხშირად მერვე სახლური ისტორია არის, ხო? ანუ სადღაც არ მეპატია თან სატურნი ეს კანონის თემა არის, ხო? მაგრამ კიდევ უფრო აღარ დონეზე მერვე სახლი ეს არის იქითა სამყაროსთან კონტაქტი, მისი ეზოთერული არსი, ეს არის სიკვდილ სიცოცხლე, აი კლინიკური სიკვდილები, ჰიპნოთერაპიები, რეგრესულ ჰიპნოზს გულისხმობ შემთხვევაში, ან ღრმა ფსიქიატრია, ან ღრმა ფსიქოლოგიური ტრამვები, რომელიც ლამის კარმაში არის გასული, ეს ყველაფერი მერვე სახლიური ენერგია არის. ანუ ძლიერი ფსიქოლოგიური პატერნები, ანუ ფსიქოლოგიის მიმართ ღრმა ინტერესი ყოველთვის მერვე სახლური ისტორია არის. მე-12, მე-4, მერვე ეს ჩვენთან ფსიქოლოგია არის, ოღონდ მერვე სახლი არის უფრო აი ფსიქიატრია, ფსიქოლოგია, ან აი უკვე მოსაზღვრე აშლობებით რო ინტერესდება ადამიანი, აბა ამას გავუმკლავდები, ახლა მე ამას გავარკვევ, აბა აქ ახლა რა მძიმე პატერნები არის, ხო? აი ღრმა ფსიქოლოგიური ტრამვები, აი ლამის რო სიგიჟესთან ახლოს არის, ეს მერვე სახლელი უფრო დაინტერესდება, ვიდრე მე-4 სახლელი. მე-4 სახლი შეიძლება შეიჩინდეს კიდეც ასეთი ძაფრი, აქ მე-4 სახლელი უფრო ემოციურ, ესეთ სოციალურ ფსიქოლოგიაში უფრო წავა სიტყვაზე და არა ისეთ ფსიქიატრიაში, სადაც სერიოზულ აშლობებს იკვლევენ, ხო? მერვე სახლის ისტორია ეს არის. და კიდევ უფრო ღრმად რო გავიდეთ, ეს იქითა სამყარო არის, ეს არის აი სხეულის დატოვება, სხვა სამყაროში მოგზაურობა, იოგას პრაქტიკები მერვე სახლი არის, ენერგიაზე როცა ვმუშაობთ, იმიტომ რომ მერვე სახლი არის ჩვენთან ენერგეტიკული ველი. და ამ ენერგეტიკულ ველთან მედიტაციებით მუშაობა, მაგალითად ტაიჩის ვარჯიშები, იოგას ვარჯიშები,
ციგუნის ვარჯიშები ეს სუფთა მერვე სახლური ისტორიები. ძირითადად, ოღონდ სამკურნალო მერვე მეცხრე სახლი არის, მეცხრე სახლის ფილოსოფიაში უნდა იყოს ეს რაღაც დიდ ინტელექტუალურ თემაში უნდა იყოს. ესეც დაკავშირებული არის კომბინაციაში მოდის უფრო მერვე მეცხრე სახლი ერთად, მაგალითად, ხო? და როგორც წესი, მერვე სახლური ისტორიები უფრო ტაიჩი უხდებათ, ციგუნი უხდებათ, იოგა უხდებათ, სადაც ენერგეტიკულ პრაქტიკებში შევდივართ. ენერგეტიკულად მუშაობთ საკუთარ ჩაკრები იქნება ეს ენერგეტიკული სექტორები, აურა იქნება და ასე შემდეგ. ანუ აურაზე მუშაობა, ენერგეტიკაზე მუშაობა, თვით დიაგნოსტირება ენერგეტიკულად ეს მერვე სახლური პლუტონური მორიელური ისტორიები არის. რეიცადეთ. და ამიტომაც ხო გეუბნებით აქ მნიშვნელოვანი არის ვინ რომელ ვიბრაციაზე არის. ვიღაცა ფულის დონეზე არის, ბანკების და ვალების დონეზე არის მერვე სახლში, თუმცა ყველა დონეში, მესამე დონეში შეიძლება ვიყოთ და ვალებიც გქონდეს ხო ბანკის მაგალითად. ამავე დროს არის უხილავი ენერგეტიკა, აი რასაც ენერგეტიკას გეუბნებით. მერვე სახლი როცა არის აქტიური, ან მორიელი, ან ასევე პლუტონი. ხშირად ისეთ როგორი პრობლემები აქვს, რომ აი რაღაცაში ვდებ ენერგიას და არაფერს არ ვიღებ უკან. აი ვყრი ენერგიას წყალში. აი თუ ფულს ვყრი წყალში, რაღაც ნივთი ვიყიდე, რომელიც არ მუშაობს და ძვირი ღირდა და აბსოლუტურად წყალში გადავყარე, მერვე სახლი არის მე ენერგია გადავყარე, აი როცა ვიღაც ადამიანს უსმენთ ახლა ჩემთან ძალიან ხშირად მოდიან ხოლმე ხა ვინც ამ სფეროში ვართ ეზოთერულ ფსიქოლოგიურ სფეროში ძირითადად ეს პრობლემები გვაქვს ხო მოდის ადამიანი რომელიც სულ გავთავაზა თავის პრობლემებზე ლაპარაკობს და არ უნდა ამ ყველაფრიდან გამოვიდეს. რაც უფრო ჩვენ მას უსმენთ, მით უფრო ყრით ჩვენ ენერგიას ყველა ჰაერში. მეტყვი იმას არაფერი არ შველის ეს, ხო? და შენ ენერგიას იღებს. აი ეს რო ვერ დაამტკიცებ, რომ შენ ახლა მე ენერგია დამაკარგინე, ან მე ჩემი პირადი საზღვრების უქონლობის გამო, უცოდინარობის გამო შენ მოგეცი ის ენერგია, რომელიც შენ რეალურად არ გამოგიმუშავებია, ესეც მერვე სახლური ისტორია არის. და ხშირად არის ზუსტად ეს პრობლემები ხოლმე აქ, რომ მე ვერავის ვერ ბაჩვენებ, რომ ენერგია დავკარგე, ის უხილავია, ეს არ ჩანს, მაგრამ რეალურად მერვე სახლში წავიდა ჩემი ენერგია, ხო? სხვის ენერგიებში შევიდა ჩემი ენერგია. აი ეს თემა არის როგორც წესი მერვე სახლური ენერგია. სხვების ენერგიაში ჩემი ენერგია რო არ ჩანს, ამ დროს იქ ჩაიდო რაღაცა, ხო? აი ესეც მერვე სახლური თემა არის. შეუფასებელი, დაუფასებელი, დაუნახავი ენერგია. ხო? ამიტომ ენერგიის წყაროს აღდგენა რო ჭირდება, აი რომ ამბობენ ხოლმე მე რითი იცავ შენ თავს, რომ მუშაობ, რითი აღადგენ შენ ემოციებს, შენ ენერგიებს. აი ესეც მერვე სახლური ისტორია არის. ამიტომ არის ხოლმე ეს ენერგეტიკული პრაქტიკები ძალიან პოზიტიური მათთვის, ხო? სადღაც რომ იღებენ ხოლმე აი ამ მერვე სახლურ ენერგეტიკულ ველის გაჯანსაღებას და რაღაცნაირად გაცოცხლებას, ხო? სიკვდილ სიცოცხლე მერვე სახლთან არის დაკავშირებული, დაბადება, მაგალითად, სიკვდილი, როცა ტრანზიტები გაგვიაქტიურდება ხოლმე მერვე სახლში. შეიძლება ჯანმრთელობა დაიკარგოს, სიბერის ნიშნებიც, აი ურანი რომ მერვე სახლში მიდის, შეიძლება უცებ მოხდეს ენერგეტიკის საერთო დამოყირავება, მაგალითად, ხო? დაჩქარდეს პროცესები, მაგალითად, ხო? ძალიან დაჩქარდეს. ზოგჯერ რეგენერაციაც მერვე სახლიდან მოდის, აი უცებ რო აღდგა, მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ანალიზები უკეთესი რო არის სისხლის თემას მერვე სახლი განაგებს და პლუტონიც და მორიელიც, მაგალითად, ამავე დროს, ხო? და სხვა შორის მარსიც. და აი როდესაც არის ნაკლებობა სისხლში, რაღაც რკინის შეუთავსებლობა, მერვე სახლელების ისტორია არის როგორც წესი. ანუ სისხლში რაღაც ანალიზებთან პრობლემები, ესე იგი მერვე სახლის ენერგია არ არის ათვისებული კარგად, სადღაც გაედინება ენერგია უკონტროლოთ და ამას ჭირდება უკვე დაკვირვება. ხო, ფული შეიძლება რო გვეხარჯება ის დავითვალოთ, მაგრამ ენერგია სად ხარჯავთ, ჩვენ ამას ვერ ვითვლით. და როდესაც ხარჯავთ ისეთ ხალხში ენერგიას, რომელიც არაფრის მომცემი არ არის, არაფერს არ ისწავლიან და უბრალოდ ვამპირულად იყენებენ შენ ყურადღებას, აი ვისაც ყურადღების დეფიციტი აქვს მაგალითად, ხო? და სულ რო საკუთარ თავს წარმოაჩენენ ყველგან დომინანტურად, ხო? ეს აი პირდაპირ ყურადღების დეფიციტი,
ასეთი ადამიანი უბრალოდ სხვების დროს, სხვების ემოციას, სხვების ენერგიას იყენებს საკუთარისკენ, ხო? ესეც მერვესახლური ისტორია არის, ოღონდ უკვე ცოტა ნეგატიური. აი თუ არის შავი მთარემად, არის ორი ტიპის ადამიანი, რომელიც თავის ენერგიას უპრაგონოდ გასცემს, რა იტყვიან, ან პირიქით სხვების ენერგიას, ეს ის სულ ყურადღებას, სულ თავის გარშემო ატრიალებს, ვამპირიზმს რო ვეძახით, ხო? ესეთი ენერგია ხშირად მანდაც კონტროლი არის საჭირო, ხო? რომ სადღაც ესე იგი მე ვკარგავდი ენერგიას, რაღაც სიტუაციაში ვარ, სადაც არ მინდა რომ ვიყო მაკლება ენერგია და მე სხვებისგან ვიღებ ამ ენერგიას. მერვე სახლის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ მიმართულებით. იქიდან სამყარობნელი ძალები, გათვალვა, შავი ენერგიები, ესეც მერვე სახლიდან მოდის. ანუ ენერგოდაბინძურება, თვალი, წყევლა, ესეც მოდის მერვე სახლიდან კლასიკური ასტროლოგიიდან. თუმცა აქ ძალიან ბევრი რაღაცა აქვს. ეს გავლენას მარტო მერვე სახლს ვერ ვიტყვით, თუმცა რადგან სიმბოლური არის მერვე სახლი ენერგეტიკის, ენერგეტიკული პრობლემები ყოველთვის მერვე სახლთან არის დაკავშირებული პლუტონთანაც და მორიელთანაც. ანუ მაგ ზონებში უნდა დავაკვირდეთ, სად მიდის ჩვენი ენერგია. არასწორად, ან სად არის გაჩერებული ჩვენი ენერგია და ვითხოვთ სხვების ენერგიას, ხო? როგორც წესი, ფინანსური პრობლემები, აი ლილიტს როცა ვამბობ, და სელენას შემთხვევაში მერვე სახლში, ხო? სელენას შემთხვევაში არასდროს არ გახდება ფინანსური манипуляციის ხვერპლი, ანუ ვიღაცასთან ფინანსურად ვალდებული იყოს იმ კუთხით, რომ მე შეზღუდული მაქვს უფლებები, აი ქალებს ხშირად აქვთ ხოლმე რომ გათხოვდებიან და უწევთ მე მეუღლის სატანა, იმიტომ რომ დასასრული არსად არ აქვთ. ან სხვისი რესურსი, სხვისი ქონება, ან სხვისი მატერიალური მდგომარეობა მაკავებს მე რაღაცაში და თავისუფალს არ მხდის. ესეც მერვესახლური ისტორია არის. და ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე აქ დამოუკიდებლობა დაიწყოს თავიდანვე ადამიანმა, რომ აი ამ სხვის ფინანსებზე არ იყოს დამოკიდებული. ან თუნდაც რო არის ხოლმე, რომ აი მდიდარ კაც გაყვა ცოლად და ფულს გაყვა. მერვესახლური ენერგია არის, მე არა მაქვს უნარი, ვიცხოვრო ისე როგორც მე მინდა და სხვა მჭირდება ამისთვის. ტიპიური მერვესახლური ისტორია არის აქ, ხო? და შეიძლება მერვესახლის მართველი იყოს რაღაც კომბინაციაში, ან მერვესახლის დომინანტური იყოს, ხო? ან პირიქით ძალიან მეშინია ყველაფრის, რომ არ მინდა, თუ შეიძლება მყავდეს მეუღლე შემოსავლიანი, მაგრამ მე ჩემი უნდა მქონდეს, იმიტომ რომ არ მინდა ამაზე დამოკიდებული ვიყო. აქაც შეშები შეიძლება შემოვიდეს მერვესახლური, ხო? ძირითადად ეს მინდოდა მე თქვა, იმედია კიდევ უფრო გაერკვიეთ მერვესახლის ისტორიაში, აი იმ ფანტაზიებში რა წერია ხოლმე კლასიკურ ასტროლოგიაში, რომ სიკვდილი და უბედური შემთხვევები კი ხდება უბედური შემთხვევები, ხო და არა მარტო მერვესახლისგან. და ხშირად აი ამ ენერგეტიკულ თემებში თუ არა ვარ ჩაღრმავებული, მას შეიძლება იყოს, მაგრამ არ ნიშნავს ეს აუცილებლობას. უმეტესად ჩემ გამოცდილებით ხარ 15-წლიანი გამოცდილება მაქვს, ხო, ასტროლოგიაში. მერვესახლელები ან მუშაობენ პროექტებზე ხშირად, ან აქვთ შემოსავლები, ისეთ ბიზნეს შემოსავლები მაგალითად, ხო? შეიძლება სხვების რესურსებთან ძალიან კარგად იყვნენ მაგალითად, ხო, კონტაქტზე. ესეთ რაღაცები არის უფრო დომინანტური. და თუ არის ეგ სატურნი მაგალითად, აქ შეიძლება შიში იყოს სხვისი ფულის, სხვისი ენერგიის, სექსუალური პრობლემები შეიძლება წამოვიდეს, როგორც ემოციური დაბლოკვა, რომ მე არ მინდა ჩავდო ემოცია ყველანაირად და მაგ რაღაც შიდა ბარიერები, ემოციური გახსნილობის და აქედან არის ხოლმე გარკვეულწილად გამოწვეული მერე ან სექსუალური დაბლოკვა სრულად, ან პრობლემები გარკვეულწილად, ხო, სიტყვას. აი ამ ყველაფერს დაუკვირდით. ველოდები ხოლმე თქვენ კომენტარებს, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე, როგორ ვლინდება თქვენთან მერვესახლი და სხვებისთვისაც არის ხოლმე საინტერესო და დროებით მაშინ მეგობრებო.